დილამშვიდობის ამიგობრებო. დილამშვიდობის როგორ მეტყობა რომ რაღაცნაირად მოგსახე მობრეცილი. იმიტომ რომ ცუდად მეძინა. დილა ამიგობრებო 7 საათი. ჩერმანქნების ცოტა მოძრაობს ნახეთ. რუბლიანი ამინდი გვაქვს. კაია ეხლა ივანზე დაჭდება, მაგრამ საქმეც მაგდა თან ვერც წუხელ დავიძინე და ვერც დღეს დავიძინე. რატომ? ეს თმებიც უკვე ნერვებს მიშლის. იმიტომ მეგობრებო რომ შვიდზერად მინდოდა რომ ავდექი ახლა, მაგრამ უკვე ლოგინშიც ვეღარ გავჩერდი. ჩემს ქვემოთ არიან მდგურები, სავარაუდოდ არიან ყაზახები. გან არა მნიშვნელობა აქ ვინ არის და რა არის. ყველას მის საქმეში გაუმარჯოს, ვინ საიდან მოდის, ვინ საიდან ისველებს, ეგ ჩემი საქმე არ არის. მაგრამ ისი თქმა მინდა. არიან 60 გადაშორებული ცოლ-ქმარი. ყველა ღამე პირველ საათამდე არიან ერთი კვირის ჩამოსულები. პირველ საათამდე და ყველა დილას 6 საათიდან. გამოდის აივანზე ეს ქალი, ეწევა სიგარეტს და ახველებს ისე როგორც ასთმიანი. და ხმა ისე ამოდის ჩემთან, გეგონება ჩემს აივანზე ზის. ისეთი ხველა აქ რა ვიცი. ხო და ვერ ვიძინებ ვერც ხამე და ვერც დილას. მე რომ შედის ოთახში და მე წყნარდება. აი მე თუ ვიძინებ და ეხლა ისე ვიყავი უკვე შევწუხდი. ჯერ ცოდვა, მაგარი ცოდვა. ქალს იმ დონის ხველა აქ, რავი, როგორც ასთმიანი მე არ ვამბობ ასთმა აქ. იმ დონის ხველა აქ და კიდევ სიგარეტს უმატებს ზევიდან. ეხლაც გადავხედე ამ დილას და იჯდა სიგარეტს ეწეოდა და ახველებს ზომოთ. ცოდვა, თუ ასთმა აქვს, ბათუმში ასთმიანი ადამიანი უარეს დღეში ვარდება. თუ ასთმა აქვს, შედალოცვილო სიგარეტი რაღა თქინდა. თუ ისე ახველებს და გაცივებულია, გაცივებულს არ გავს. ისეთი ჩაცმულია, რომ გაცივებული, მაგრამ ასეთი ჩაცმული ვერ იჯდება იქ. არ ვიცი თან ერთი წლით არის თუ თვეებით თუ კვირეებით შემოსული. კარს დავხურავ თქვათ და დავიძინებ მეც და არ უნდა შემეშალოს წესით ხელი, მაგრამ და არც მე არავინ არ მეკითხება ჩემი მეზობელი ვის შეუშვებს და ვის არა. მაგრამ ღამე ესეც ხელა მეგობრებო, არ როგორ ვამბობ, სწორად მინდა ვთქვა. კარს თუ დახურავ ცხელა, თუ ღია, საერთოდ არ ცხელა, იმიტომ რომ სიგრილე შემოდის. ხო და რომ დავხურავ, ვერ ვხურავ მაგიტო. ხო და როგორ მე უნდა მიეჩვიო მაგას, რომ ამ ქალმა უნდა იყოს ასე სანამდეც იქნება. ღმერთით გაციებულია და მორჩება, მაგრამ არ გავს გაციებულს. გაციებულის ხველას სულ სხვა კიდე. ბრუნხული ხველაც არა. რაც არის უბრალოდ მართლა ცოდვა მანაც და მე კიდე ჯანდაბას. ხო და ეხლა თან ცომი მინდა გავაკეთო ხაჭაპურის და თან
ვიყოთ თქვენთან ერთად. ნახევარი ლიტრით მინდა გავაკეთო. მე რომ ასე ადრე ვიღვიძებ, всё, უკვე მოთიშული ვარ ახლა. არ ვიცი რას, იმედია სწორად გავაკეთებ. იმედია სწორად გავაკეთებ და იმედია შაქარს არ ჩავაყრი მარილის ადგილას. და ასე. თვალის ზომით ყველაფერი. თან საქმეებიც მაქვს ახლა. რაც უფრო ადრე ავდგები, მით უფრო კაი ჩემთვის. საქმეს წინ წავიყო. ცომის მოსევნის ვიდეოს აღარ ჩავწერე, მეგობრებო, აღარ ჩავთვალე სავალდებულოდ. ნახევარი ლიტრა წყალში ცოტა მარილი, ცოტა ერთი კოფის ჭიქით ნახევარი ზეთი, ციკვი შაქარი, ცალკე დროშს მოვიყვან. შეურე იმასაში მოვზილავ რბილ ცომს და მერე გამდნარ კარაქს 100 გრამი 150 გრამი გამდნარი კარაქი შეურიე და გადავზილე. აი უკვე წამოსულია ცომი. ამას ჩავზელე ერთ-ორ და ცომი მზად არის და მე რაციონში შევაგდებ რაც გარჩება თუ არა და დილას მინდა გამოვაცხო. ეხლა ასე დილიანად თუ უნდა მოიყვანა არ ვიცოდი, დღეს რომ მოყავდა კი ვიცოდი, მაგრამ ასე ადრე არ ვიცოდი და არის რაღაცები რომ ნათანიკოს ვამბობ, ნათანიკოზე ვამბობ, რომ ვუმალავ რაღაცებს. ხო და ეხლა დავკრიფო ეს ყველაფერი. ყველაფერს ვერ მიცე მართლა. რითი გაფუჭებაც არ მინდა, ნარდი ვუმალავ. ეს ახალი ნაყიდია ეს ნარდი და არ მინდა ეხლა ბაბუას ნაყიდი. გაფუჭოს რომ მე ისა ეხა იქ ჩემს კარადაში არ შევა. არ მინდა რომ მართლა გააფუჭოს. რა ვქნა, გასაგები უნდა იყოს მგონი. წამალი ჩემსას აკდებ. რადგან წამლებთან ახლოს არ ვაშვებ. ხო და მოვასწრე ეხლა დალაგება, სანამ მოვა. განა რა აზრი აქვს დალაგებას, მაგრამ მაინც სარიცხვია გავიწყო და საზამთროს მინდა დავჭრა და გავამზადო. მე ყველაფერი ერთად არ მქონდეს. ყველაფერი უნდა გავამზადო, სანამ ნათანი მოვა. რომ მე მის განკარგულებაში ვიყო. არ არის ცელქი ისე რომ მაწუხებდეს მართლა, მაგრამ მე ვერ ტოვებ ერთი წუთით. ცელქი არის, მაგრამ ეხლა ისეთი ცელქი არა რომ აიმე და კუდში ვსდიო და ვერ დავტიო ერთი წუთი, მასეთი არა. ეს სხვა მეთოდით ვჭრი. ჩანს?
მგონი ჩან. დღევანდელი საზამთროც არ ვიცი რანაირი იქნება. მაცივარში მქონდა. წუხელ აღარ დამიჭრია, გუშინ ძლივს ამოვიტანე, მანქანაში დარჩენო და არა დაეტოვები ამირას. რაღაცები მქონდა. გუშინ ხომ გაჩვენეთ ზეთი რაღაცები და ვეღარ ამოიტანა ისე. აღარ გვიჭამია. რა ვიცი, იმდენი რამე იყო, რომ არ გვინდაო და ეხლა დავჭრა და გავამზადო. ასე დაჭრილი მირჩევნია ბევრად, მაგრამ რა ვიცი ამის წინ სხვანაირად დავჭერი და ისე მე რომ წვენები გამოვდის არ მიყვარს. არ ამგონია ესეც გადასარევი იყოს. აი ნახეთ როგორაა. აი ყველა დაჭრილია ლამაზად, მაგრამ შექმნას და მაცივარში ისე არაფერს არ დავდებ, არ გადავახურებ. აი ასე. ერთი ის ფასი მინდა ვიყიდო, თავსახურიანი ამისთვის და ყველა წელიწადს ვამბობ და მე მავეწყდება. გარეთ როცა შემახსენეთ მეგობრებო. ეხლა ეს უნდა შევჭამო მეგობრებო მე. და ყველამდენი ჭურჭელი დამიგროვდა. უკვე. მე უნდა შევჭამო ეს. ეს არის ქიშმიში. ჩარბობილი ქიშმიში, ღამე. ჩავალბობ ამას და დილას ჭამ. ამასაც თვალის ზომით ვაკეთებ, სადღაც 10-12 მარცვალიო და დილას ჭამ რატომ? ეხლა კამერის წინ ჭამა არ მიყვარს. გემოგლობინისთვისაც კარგია, კუჭნას წრავისთვისაც კარგია. ანუ ბევრი რაღაცისთვის არის კარგი. და მართლა რაც ამის ჭამა დავიწყე, ბევრი რაღაცა მომიწესრიგა. ხო და ეს ვისწავლე რა, ინდოელი იგი რომ არის არონ ხათრი, შინაური რეცეპტებით რომ კურნალობს ხალხს, ეგ მყავს მე გამოწერილი და მაგას ვუყურებდი და რომ თქვა, მას მერე ჭამ ამას. რა ვიცი, მართლა დამეხმარა მე. ყველაფერზე წამლის დალევა სჯობია ცოტა მიხედო და რამენაირად იმკურნალო შინაური წამლებით, სცენარეებით, წამლებით კი არა, სცენარეებით. ბევრი რამე ვაკეთე, სხვათა შორის, რაც არ მხათრეისგან ვისწავლე. ბევრი რამე. ეხლა ავდგე, იატაკებიც მოუწმინდო, სანამ ნათანი მოვა, რომ მე ისე დახტის, რომ მის ერთად ვერ წმინდავ იატაკს, იმიტომ რომ ფეხი არ დაუცურდეს, მეშინია, ყველგან მეტლახია და მეშინია, ჩაბარებული ბავშვია, ერთ წუთს თვალს ვერ ვაშორებ. ხო და მივხედო ეხლა აგენს, მივალაგო, მოვასრო ყველაფერი, რომ მოიყვანს მერე ვიცელქოთ მე და მან ერთად. დღეს სადილიც გასაკეთებელი მაქვს, მაგრამ მოფიქრებულიც არ მაქვს, ჯერ რა უნდა გავაკეთო. საერთოდ მოფიქრებულიც არ მაქვს. დღეს ეს ყურსაკიდები გავიკეთე. ეს ყურსაკიდები, ეს ამისი კომპლექტია, ეს ვერცხლი, სუფთა ვერცხლია და ეს კულონი. იასო აწერია.
ეგეც ვერცხლია. დედაჩემის ნაჩუქარია ეგენი ყველა. და ამას იმიტომ არ ვიშორებ, ამას სულ მიკეთია. და ამის კიდევ მაქვს ერთი ბეჭედი და ყურსაკიდი. ისიც ვერცხლია. მან იკეთებდა და მოიძრო და მომცა მე. და მე ვუყიდე დაბადების დღეზე კიდევ სუფთა ვერცხლით ძალიან კარგი ყურსაკიდები და ვაჩუქე და ესენი მაჩუქა რატომ ისედაც მაჩუქებდა, მაგრამ ეხლა განსაკუთრებით რატომ მაჩუქა იმას ვამბობ. მე რომ ავართ ვიყავი და გადავრჩი, თურმე შეპირებული იყო და ოღონდაც რომ გადამირჩესო და რა ვიცი, რა თქვა ახლა იმის მერე მე არ ვიცი, მაგრამ არ ვართ მევდიდები შენ რატომ იმაშობი ახლა არხის ესენი იაფი და რატომ ყიდულობ მეთქი არ ვართ მევდი არ მინდა მეთქი და ნაყიდი ქონდა უკვე და შენ რომ ცოცხალი მყავხარო მისი ხელით შემაბა და ამას არ ვიხსნი. მაქვს კიდევ სხვა ცეპები, მაგრამ რა ვიცი, ამას ვერ ვიხსნი, ისე მგონია რომ გამოვიხსნა და მეკარგება და მე ვინანე. იშვიათად, ძალიან იშვიათად რომ რაღაც ძალიან დამძლეო სურვილმა რომ ის სხვა გავიკეთო და მოვიხსნა. ამიტომ სულ მიკეთია და ორივე ერთად მაქვს. ეს ცოტა მძიმე არის, ცოტა კი არა, საკმაოდ მძიმე არის, ნახეთ როგორ დგას, დგომა არ აქვს. იმიტომ რომ მძიმეა და ჩემ ყურს არ მოუხდა, მაგრამ ასე ზოგჯერ ვიკეთე. აღდგე მეგობრებო, ეხლა სანამ მოვამართლა, მოვასწრა ყველაფერი და მე და ნათია ყავასაც დავლებთ და ხაჭაპურიც უნდა გამოვაცხო, სახლიც უნდა დავალაგო, სადილიც უნდა გავაკეთო, რომ მე ყავისთვისაც მოვიცალო. ნახოთ არ ვიცი სადელი თუ რამე ისეთი გავაკეთე რომ თქვენამდე ღირდეს მოტანა მოვა თუ არა და ისე რამეს შევწო და ნახოთ არ ვიცი მეგობრებო როგორ იქნება და რა იქნება და რას მოვიფიქრებ საერთოდ. დროებით წარმატებულ ხალისიან დღეს გისურვებთ. თქვენს სიყვარულს და თქვენს გვერდში დგომას და მხარდაჭერას ძალიან დიდად ვგრძნობ და ვხედავ. თქვენს კომენტარებში ყველაფერი ჩანს და რა ვიცი, მიყვარხართ ძალიან. მე იმედებით მართლა რომ თუ სვატან კიდევ რა ვქნა მეგობრებო, გაიგებთ ალბათ. თუ წინსვლა მექნება, ეს თქვენი დამსახურება იქნება და ჩემი არა, თქვენი დამსახურება იქნება. მიყვარხართ ყველა. აბა საღამომდე.